ბაღი ამ შენობაში და იმ შენობაში ბაღის იქ მესაძინებლიდან ყოფილა შესული რაღაცა. Realmente pasa. Es bagi ახლა ფუნქციონირებს? არის. კი. ჩვენ ამ ახლოს რომ გოგოსწორებს იმას უნდა. არა, ჩვენ ცხოვრობს. ჩვენ ზა. ჩვენ ზა. ახლოს აგერ ცხოვრობს ბიჭია. მაგის ნომერი არ გაქვს, ხო? აგერ გუძახე, ხო, ისიდან ემუშავა ხალხი და გუძახე. კაი, მოიწყენ გითხარით ბარემ. ის არის სანამშრომელი. თქვენთან ორი სკოლაა? კი, საშუალო და 9 წლიანი. აქ 9 წლიანი. საშუალო? აგერ იქეთა. სევით. აგერ ცენტრში საგრებულო. ისა რო გითხრათ რა მოხდა და თვითონ მე აგი ვიცი რომ პარასკევს დილით წამოვიდა ჩემი რძალი სახლიდან და მირეკავს ვერც მიმახთინა რას ამბობდა ტელეფონში ზეცუდათ იყო რომ წაუღიათ სეიფია წაღებულიო კომპიუტერები არა სხვა არაფერიო მარტო სეიფია გადანილი თანხა ქონდათ შით თანხა და თანხა მეტი რა იყო არ ვიცი რამდენი იყო თანხა ხო არის დაახლოებით 6000 ლარი ასე ვიცი რომ რა თანხა იყო ეს ეს იყო შემოსული დენის ფული იყო შემოსულები რაღაცა და თან სოციალურები იყო გასაცემი პენსიების იგი ხელფასებსაც რო ვრიცხავ ახლა მე ამა აგენიცემენ პედაგოგების ხელფას პენსიებს იღებენ ზოგს წინასწარი გააქვთ და არის მოძრაობა საიდან როგორ მე როგორც ვიცი ახლა ფანჯარა ჩამოღებულია გისოსი და სეიფია გადანილი მეტი არაფერზე ხელი არ მოკიდე. ძიმე იყო სეიფი. არა, პატარა იყო. კარგი, თქვენი სახელმწიფო არის? ეთერი მჟავანაძე. ეთერი მჟავანაძე, აკეთის, სოფელ აკეთის მაცხოვრებელი. ახედან საერთოდ წავიდნენ. ხალხი რომ მე აქ რამე ჩვენ დასაწყენი მოხდა მე უცამბობს სოფელია. ეიტმე აი მიცი ინფორმაცია და ვაიმე ინფორმაცია მიცეოდა არამდე დეისაჯი უკა მე მასაუბრე დამიო პარას პარა გავყარი გერაფო პრობლემა თვითონ ხალხებმა რო გითხრათ რა მოხდა და შემდეგ უბრალოდ რო შეაფასოთ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას დილის საათებში დამირეკა თვითონ ვინც არის ბანკის უფროსი აი ფილიალის უფროსი ქურიძემ და გამაგებინა რომ მოხდა ქურდობა და რაც ქვია აი ქურდობა რომ მოიპარეს სეიფი შესულები არიან საბავშვო ბაღის მხრიდან ოთახიდან და მოიპარეს სეიფში რომელშიც იყო 6000 ლარი და სასოფლო-სამეურნეო ბარათები რომელიც აი პლასტიკური ბარათები იყო დამზადებული და წაიღეს ეს ყველაფერი, მაგრამ ჯერჯერობით დამნაშავის კვალი მეუგნებელია და მიდის ალბათ ძიება როგორც ვიცი. რა სერვისის აწარმოებები ეს იყო აბსოლუტურად ყველაფერი გადარიცხვა ხდებოდა ჩვეულებრივად. თანხის შეტანა ხდებოდა მიანაბრეებისგან იყო, ასევე გადასახადები აბსოლუტურად კომუნალური გადასახადები და რა ვიცი ტელეფონზე ჩარიცხვა იყო, პენსიის აღება იყო და აბსოლუტურად ყველაფერი და ძალიან კარგი დატვირთვა ჰქონდა მაგბანკს სოფლის თან მიმართებაში, იმიტომ რომ უჭირს ხალხს ტრანსპორტირება და არ არის თანხა რო ჩავიდეს და 5 ლარი უნდა გადაიხადოს, იმიტომ რომ რაღაც გადასახადი შეიტანოს და მაგის გამო ეს ცოტა უკეთესი, კარგი იყო სოფლისთვის, ძალიან კარგი იყო და რა ვიცი ალბათ ძალიან დიდი მადლობელი დავრჩებით თუ დარჩება ის ბანკი ისევ და იფუნქციონირებს, მაგრამ მე მაინც ვანიჭებ
ბანკის თანამშრომლებს მაგის რას რომ არ იყო გამაგრებული ისე როგორც ბანკი დაცული უნდა ყოფილიყო ვიდეო თვალი აუცილებლად ალბათ ეს წესია ესე და გამაგრება უნდა მომხდარიყო იმ კედლების რომ არ შესულიყო ვიღა კარებიდან არიან შესულები და ახლა ის კარი იმდენად უნდა ყოფილიყო დაცული და თან ამხელა თანხა 6000 ლარი ცოტა თანხა არ არის ხო და როცა ამხელა თანხა დევს იქ ცოტა სხვანაირი გაფრთხილება ჭირდებოდა მაგას და დიდი მადლობა გულნარა ჩიჩუა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის თემის წვნებული მადლობთ მაგაზე და დღეს არის ალბათ ხელმეორედ ისია თუ მოყვა მაგასი არა ვისი იყო ეს ხო დღეს დამირეკა სხვათა შორის და ეს გუშინ დილით კი არ მომხდა ასე დილით დამირეკეს უკვე რომ ესეთი რამე მოხდა ძალიან ცუდია კარგი უკაცრავად თუ ასე გიშვებია ძალიან დიდი მადლობა